მოგესალმებით, პატივცემულო საზოგადოება. დღევანდელი მინი ჩართვები როგორც ყოფილს, მინი გაკვეთილები სასწავლო ცენტრიდან. ეხლა შევადაროთ ორი, ხო? არ ჭირდება ბრენდების შეხსენება, ხო? ნებისმიერ ჩამოყალიბებულ მემონტაჟეს, ხო, ეგრეთ როგორც როტენბერგი, ვიეგა და აი კლონი. ხო, ამას შევარქმედი მე კლონს. მაგრამ დანიშნულება მაინც ერთია, ხო? არსებული ხელსაწყოების ეგრეთ წოდებული პრეს TH კონკრეტულ შემთხვევაში და არა მხოლოდ TH ნიშნავს აი ესეთი კლასიფიკაციის ეგრეთ წოდებულ კლეშებს. კლეშების საპრესო ფუსურად პრინციპში კი ბატონო კლეშების საპრესე ეგრეთ წოდებული ხელსაწყო არის და აი არსებული TH ეგრეთ წოდებული ფიტინგები. ეგრეთ წოდებული პრეს ფიტინგები, ხო? ეს კონკრეტულ შემთხვევაში ხელთან მაქვს TM-ის და ვიგას. რა ვიცი, რომელი ჯობია? ხო? არც არავის რეკლამა როგორ ჩაუტარო და არც ანტირეკლამა, რაც ხომ მეგონი. ხო? რა ვიცი. ასე გვასწავლეს ჩვენ. წონი გამოიხატებოა, ამასობაში თუ კი ავიღებთ ამას, ამასობაში შიგთავსი, ამასობაში გაუმჯობესებული ვარიანტი, ამასობაში მეტი არაფერი არ იქნება, მაგრამ ამასობაში არც არაფერი არ შეიცვალა ლატონის ეგრეთ წოდებული შიგთავსი და აი ეს ეგრეთ წოდებული ჯიბე, ხო, სანლიგისა, სადაც აი ზუსტად ეს დაბოლოება დავასრულოთ, იმიტომ რომ სანლიგის მოგლიჯო არ გახორციელდება, მაგრამ მილის კალიბროვკა აუცილებელია, ეს არ მოგეზარებოდეს არცეთ მემონტაჟს და არსებულ მიმართულებაში რაც ქვია ვიეგა პრესფიტინგებში. რაღაცა რაც ხა ეს ჩემთვის რაღაცა პირობითად ეჭვს ბადეს, ვინაიდან იქ პირაბირ წარმომადგენელი მილის ურტყავს, ღუნავს, ჭეჭყავს და მე თუნდაც არ უნდა გვეშინოდეს, ჩვეულებრივად შეგვიძლია ჩავსვათ და დაუპრეცოთ. არავითარ შემთხვევაში მემონტაჟემ საკუთარ თავს ამის უფლება, ამის საშუალების უფლება არ უნდა მიცეს, თავს უბრალოდ ამის უფლება არ უნდა მიცე მემონტაჟემ და უნდა გააკეთო ის, რაც საჭიროა. ამასობაში დაჭჭყილი მილი, ხო, არ უნდა იპრესოს. რა ვიცი, არსებობს ხო ეს მიმართულებას ვიეგა, ამას სპეციფიკური ეგრეთ წოდებული ვიეგას მიმართულებას აქვს სპეციფიკური TH კლეშები, მაგრამ მას არის თავისი სპეციფიკური კლეშები ვიეგასი, ეგრეთ წოდებული V კლასიფიკაციის და არსებულ მიმართულებაზე უკვე სტანდარტული მიმართულება ქვია, სტანდარტულ მიმართულებაში უმეტეს შემთხვევაში არის ზუსტად აი არსებული TH მიმართულებები. TH აი ეს ეწერება 16, 20-იანი, 26-იანი და არის კიდევ 32-იანი. ამ შემთხვევაში ამ კლონში სხვადასხვა ერთი პლუსი ეგაა. მე თუ შემეკითხებით, ხო? პლუსი ეს ნამდვილად პლუსად ჩაითვალა, ვინაიდან კომპლექტაციაში მოყვება ეგრეთ წოდებული TH 32 კლასიფიკაციის, ხო? მაგრამ ამასობაში მითავარი ლინია, ხო? საყოფა ცხოვრება მიმართულებაში ხა 26-იანი ზემოთ 32-იანი ფაქტურად არ საჭიროებს. ამიტომ ეს რაღაცა, მაგრამ მაინც აქვს ადამიანს კი ბატონო კომპლექტაციაში და რატომაც არა. თამაშ შეგეძლიათ, ხო? რა ვიცი, აიღოთ და ჩაანაცვლოთ. თანამასობაში კაი კუნთების გვიქნება, ვინაიდან ახლა იმის დროის განსაზღვრავსაც შევამოწმეთ, ხო? ახლა ამასობაში ეს რამდენ ხანში დაპრესავს, რანაირად დაპრესავს და მე ეს პატივცემული ამასობაში ამ მიმართულებასაც განვიხილავთ. აი ამ მიმართულებაში ხარ დაპრესავ, მაგრამ უნდა გავუფუჭო კაცო პრესი, მაგრამ ხო, იგულისხმება, ჩავდეთ პრესი, ეგრეთ წოდებული პრეს ფიტინგი, აქ არ შეგვეშალოს, ვინაიდან ეგრეთ წოდებული ფებრივები, ხო, RGB-ები. მემონტაჟის აღმაშენებელს ამაზე აქცენტირებას არ გავაკეთე, მაგრამ ახლა ამოვიღებ, მაგრამ ჯერომდე მისული. ხო, პირებით რამდენი ხანი მოუნდება ეგრეთ წოდებულ ფიქსაციას. შეგვიძლია ესეთ ამასაც დავთვალოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 ეგრეთ წოდებული შოუ გავიგეთ ეს ნიშნავს იმას, რომ დავუპრესეთ. ეხლა დათოსავთ გამოთქვა. ერთი ჯაგო მიცარე ყოფარმეთქი და ეხლა, მაგრამ ეს ერთი ფერი ეს კაია, მოსავალე არაზარმაცებისთვის, თამაში კაი კონცეფციაც გვექნება. წავიდა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 დაასკი დავით 21 ერთი მინუსი კიდე იქ საავრო ეგრეთ წოდებული კლაპანი, რაც ნიშნავს იმას, რომ აი ბოლომდე როცა დაიპრესება უბრალოდ და იქნება ხელსაწყო, აქვს ეგრეთ წოდებული უკუსლოა, თვითონ უნდა იზოლირდეს ეგრეთ წოდებულ ნულოვან ფიქსირებას. აქ ეს არ აქვს, ანუ კაი ჯაზიც უნდა იყოთ, ხო? თანამოსულში კაი ჯაზე მოხვდათ. უკან ეგრეთ წოდებული დავოთქა აქვს, ხო? მოხსნით, იმიტომ რომ ჰიდრაულიკულია. ზეთი ახლა ჩვეულებრივად პრინციპში შიგთავში აი აქ არის ჩასმული ზეთი და რო ხდება ეგრეთ წოდებული კომპრესია. დეკომპრესია არა, კომპრესია იმის ზღვაზე რომ ვაკაჩავებ ჩვენ და გამოდის მაგასაც ვქია პრინციპში ამას ვქია ზუსტად ჰიდრაულიკა. მაგრამ რა ვიცი, 15 წამი ეს მაგრამ ალტერნატივა მაინც არის, ხო? ვინაიდან ახლა ბევრი მემონტაჟეები შეუყარა, ძალიან ძვირიანი სიამოვნებაა, როტენბერგიც, ვიეგაც, მაგრამ აგერ ხა ბატონები, ხო? შეგიძლიათ აიღოთ და ამასობაში კი ბატონო, დაპრესოთ რა შეიძლება სტატუსი. კი, თავმოთ ვიტყოდი, ვინაიდან აი ეს შითავს, ხო? აი ამას ფაქტურად შეიძლება ითქვას პრინციპში არა, შემიძლია თავმოთ გავერ და იგივე აქვს, ვინაიდან აი არა ეს ფიქცია და ჩანს, ხო?
ხო, ერთ იგივეა, ამასობაში მასალაც არაა ცუდი, ხო? ფაქტურად რო შევადაროთ, ერთ იგივე მასალა. ფაქტურად არა, ერთ იგივე მასალა, ვინა და მარკირება სტარი, ამ ეწოდებული ფოლადის აი ეს ერთ იგივე. ხო? მაგრამ ხა ვისაც აინტერესებს დრო, კომფორტი, მე ვარ თუ ამისკენ წავიწეოდი, იმიტომ რომ ხა ის ამასობაში ტიაში ეწოდებული ვეკლეშები აქვს, ვიეგას და ამასობაში სპეციფიკური ეწოდებული პრესფიტინგები, ამასობაში ეს არის სტანდარტული ტიაში, ზუსტად აი ეს ტიაში. ამიტომ ეს ჩვენ ვიყენებთ უნივერსალურად, ხო, ვიეგას აპარატი, ამასობაში ოტემერგის კიდე გვაქვს. ოტემერგის ეწოდებული ჰიდრაულიკური ზუსტად ის პრესის ელექტრონული არის. რა ვიცი, ვისაც აინტერესებს დრო, სისწრაფე, კომფორტი, აღებათ ვიცემულები, ხო? ვიეგა, ოტემერგი. ამასობაში გვაქვს, ამასობაში კაცოთა მაგარი ბიჭები ვართ, ძლიერი ბიჭები ვართ, რატომაც არა, აი ეს ხელსაწყო ჩვენებრივ შეასრულებს იმ დანიშნულებას, რაც მას ევალება. ამასობაში რაღაცა მინიატიურულად, ხო, იმას დიდი შემოძარი აქვს, ამასობაში, მაგერ ჩავალაგებთ და როგორც მისტერ პიტკინი. ამასობაში არსებობენ მისტერ მასტერი, მისტერ ნუკრი, მე დავარქმევდი, მისტერ პიტკინი მოვიდა თქვენთან. თან მეთელი ფერის პრესით. რატომაც არა, აი, მისტერ პიტკინი პატარა ხელში და თუ ჩვენად არისო, პრესის მუშაობ, თან გაიძინეს არის. თუ არ ვიჯერებდნენ, აი, სამუშაო ხელსაწყოს არის და ამასობაში სავარჯიშოს. საჩუბარეს, სამი ერთში. აბა თორემ, გინა რეკლამა იყოს, გინა ადირეკლამა.